გამარჯობა მეგობრებო, აქ ისევ წინსაფარი უნდა ყოფილიყო და ისევ წინსაფარი უნდა მექნია, მაგრამ ისევ და ისევ გასაერცხად გვაქვს ჩვენი წინსაფები წაღებული. მაგრამ სანამ იმაზე გადავალთ თუ რას ვაკეთებ დღეს, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და დაგვიწეროთ კომენტარებში თუ რა გინდათ რომ გაიკეთოთ, გინდ ზაფხულისთვის გამაგრილებელი, გინდ ზოგადად რაც გიყვართ ეგ იაქტიუროთ კომენტარებში. და გვემეგობრეთ. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს. დღევანდელი ეპიზოდი მიეძღვნება ჩემს საყვარელ დესერტს, რომელიც თუ ნამდვილი ამ დესერტის მოყვარული ხარ, ზამთარშიც ძალიან ბევრს ჭამ და ზაფხულში უფრო ძალიან ბევრს ჭამ. დღევანდელი ეპიზოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამაგრილებელი საშუალება ზაფხულის ცხელ დღეებში. ამ დესერტის ვარიაციები არის იმდენი, რამდენი არომატიც კი არსებობს მთელ მსოფლიოს გარშემო. მოკლედ, ალბათ მიხვდით თუ რა არის ყველაზე გამაგრილებელი და ყველაზე გემრიელი გამაგრილებელი დესერტი ზაფხულში და ეს არის ნაყინი. როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ნაყინს. ჩემს საყვარელ დესერტს, ყველაზე გემრიელს და ამ დესერტის ძალიან ბევრნაირი ვარიანტი არსებობს, არა გემოვნური თვისებებით, არამედ ტექსტურულად. არსებობს ჯელატო, არსებობს სორბე, არსებობს ფრანგული, იტალიური, ავსტრიული, შვეიცარიული, ძალიან ბევრნაირი. არა დღეს გავაკეთებთ კვერცხის ბაზაზე ფრანგულ ნაყინს, რომელიც არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გემოს მატარებელი, ტექსტურის მატარებელი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბაზა, რაც შეგიძლიათ რომ დააშინოთ შემდეგ თქვენი ნებისმიერი გემო, რაც კი თავში მოგივათ. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი დესერტი, რომელსაც აღჭირდება ძალიან ცოტა ინგრედიენტი და ვერ ვიტყოდი რომ იაფია, მაგრამ ვიტყოდი რომ ძალიან გემრიელი. ამიტომ დღევანდელი ნაყინისთვის თქვენ დაგჭირდებათ. 1 ლიტრი 35%-იანი ნაღები, ორმა ჯამმა არ დაგაბრინოთ, ორივე ნაღებია 130 გრამი შაქარი, 7 ცალი კვერცხის გული და 1 ჩაის კოზი ვანილის ექსტრაქტი. პირველ რიგში ჩავასხათ ნაღები ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე, რომ ოდნავ წამოდუღდეს. ამ წამოდუღებამდე მივიყვანოთ. რა, გარშემო რო გაიკეთებს, ბოლოს რო ოდნავ ამოუშვებს, ეგ ნიშნავს, რომ წამოდუღებამდე მივიყვანეთ. ამიტომ დავდგათ საშუალო ცეცხლზე და სანამ ჩვენი რძე და ნაღები ადუღდება, მანამდე გავაცალკევოთ ცილისგან კვერცხის გულები. ამასობაში ადუღებამდე მივიდა ჩვენი რძის მასა, დავუმატოთ ვანილი, კარგად გადაურიოთ, ვანილიანი მასა, ცოტა დავუმატოთ კვერცხის მასაში, რომ დავატემპერიროთ ჩვენი კვერცხი, რომ შემდეგ რო დავუმატებთ ჰელ მასას, რომ არ მოიხარშოს კვერცხი. და ამას ქვია ტემპერირება. ვთქვათ ესე. ესე ჩა. გული არა არის ახობარი. და ესე ჩვენი ნაყინის ბაზა იდეაში მზად არის უკვე, ახლა გადავასხოთ სხვა კონტეინერში, რომ შეჩერდეს ხარშვის პროცესი, ასე ვთქვათ. და რაც წინა ვიდეოში ნახეთ, უნდა გაკეთოს ნაპერ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე საკმაოდ ჩესქელებული არის ჩვენი მასა. ახლა შეგიძლიათ რომ პირდაპირ შეენახოთ საყინულეში, რომ გააცივოთ ჯერ კარგად ოთახის ტემპერატურამდე და მერე შეენახოთ მაცივარში და ყოველ 2 საათში ერთხელ ამოურიოთ ხოლმე, რომ კრისტალიზაცია არ მოხდეს. და დაახლოებით 1 ღამე ჭირდება 8 საათში, 2 საათში ერთხელ, ანუ 4 ჯერ ამორევე დაგჭირდებათ, რომ მიიღოთ არაკრისტალიზებული ნაყინის მასა. ასევე თუ რამე გემოგინათ რო ქონდეს მაგალითად კარამელის, შოკოლადის, ან რამე მარწყვის, ან რაღაცა მსგავსის, შეგიძლიათ რომ უბრალოდ გადაურიოთ თქვენი გემრიელი, თუ გინდათ ჯემი იყოს, მარწყვის, თუ გინდათ შოკოლადის სიროფი თუ სხვა და გახდება მაგის ნაყინი. ანუ ძალიან კაი ბაზა არის ყოველგვარი ნაყინისთვის. ასევე სუფრის კოზია რო არ შემოგთავაზოთ უფრო მარტივი ხერხი ვიდრე 8 საათი ლოდინი საყინულეში. ეხლა განახებთ რომ როგორ უნდა გააკეთოთ ნაყინი ზუსტად 5-10 წუთში. მისვას დაგჭირდებათ ყინული, მარილი და 2 ცალი პარკი. ისტორიის თანახმად მსოფლიოში პირველი ნაყინი გაკეთდა ჩინეთში ძველი წელთაღრიცხვით 2000 წელს, ხოლო ევროპაში პირველი ნაყინი გაკეთდა ძველ რომში ძველი წელთაღრიცხვით 1 საუკუნეში. ხოლო დღევანდელი დამახასიათებელი ნაყინის ფორმა კონუსი ნაყინმა მიიღო მე-20 საუკუნეში, როცა ერთ-ერთი კომპანია ნაყინს ყიდდა, გამოელია ჭურჭელი და უბრალოდ თხელი ვაფლი აიღეს, გადაახვიეს და ჩადეს ნაყინი. და მას შემდეგ გვაქვს კაცობრიობას ნაყინის სიმბოლო კონუსი. როგორც მანამდე ვახსენე, ახლა გადავალთ 5 წუთიან, 8 წუთიან ნაყინზე, როგორ გავაკეთოთ ეს ამ ძალიან მოკლე დროში. და მაგისთვის დაგჭირდებათ ყინული, დაახლოებით 1,5 კილო, ან 2 კილო, მარილი და 1 ზიპლოკ ბეგი, ესეთი როჟარო არის, იხურება, იკეტება პატარა და 1 დიდი. ეხლა ამ პატარა ზიპლოკში ჩავასხავთ ნაყინს, ჩავასხავთ ჩვენი ეს ნაყინის მასა. მაქსიმალურად ჰაერი გამოუშვათ. ჰაერი მაქსიმალურად გამოუშვით. და გვაქვს ესეთი პარა ჩანთუკა ნაყინის მასით. ამასობაში ავიღოთ
მეორე დიდი უკვე, დიდი ზიპლოკი, იგივენაირი, როგორც წინა შეიკრა, ისე იგივენაირად უნდა იყრებოდეს. ჩავყრით ამაში ყინულს. ასევე ჩავყავთ მარილი და ჩავდოთ ჩვენი მასა და დავაყაროთ ზემოდან კიდევ ყინული და ცოტა მარილი კიდევ. ეხლა აქედანაც მაქსიმალურად გამოვუშვათ ჰაერი და ეხლა იწყება ესეთი ამბავი. და დაახლოებით 5 წუთი უნდა გავაკეთოთ ეს. გამოგიტყდებით და დაახლოებით 15-20 წუთზე ავედით, დაჟე 25 წუთზე, ამდენ ქანქარში და ამბავში. ესეთი ძალიან კუსტარული მეთოდია და გამოდის აი ესეთი ნაყინი, რომელიც უფრო soft serve არის, ვიდრე ძალიან კარგად გაყინული. და შეგიძლიათ ესე მიირთვათ, დაახლოებით 20 წუთში, ნახევარ საათში გამოვა ეს, მომც ბევრი მუშაობა გიწევთ ამისთვის. თუ გემოზე ნაყინი ძალიან გემრიელია. კაი ვანილის გემო აქვს და კაი ბაზაა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნებისმიერ გემოს ნაყინისთვის. ერთი რაც უნდა გითხრათ, რომ თუ ამ მეთოდით გააკეთებთ, აუცილებლად მალევე ჭამეთ და თუ მეორე მეთოდით გააკეთებთ, რომ მთელი ღამე გამოატარო და 2 საათში ერთხელ ურიოთ, ეგრე გამოვა კარგი ჩვეულებრივი სტრუქტურული ნაყინი, როგორიცაც მიჩვეულები ხართ, ეს რო ირებთ და იმედია მოგეწონათ ნაყინის ვიდეო. თუ კითხვა გაგიჩნდება თუ როგორ აკეთდება ამ მეთოდით, ის არის რომ ამ ნაღების ცხიმი რაც არის, ეგ ცხიმი იყინება სწრაფად ყინულთან და ტემპერატურასთან, როცა შედის რეაქციაში და გამოდის ესეთი ამბავი. soft serve არის უფრო ესეთი მეთოდით გაკეთებული ნაყინი, ვიდრე ჩვეულებრივი, როგორც მიჩვეულები ვართ. ნაყინთან ერთად, რა თქმა უნდა, ზაფხულში ყველაზე მეტად გვაგრილებს კოკაკოლა. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კოკაკოლას, რომ გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ ეს კონტენტი თქვენთვის და გასწავლოთ თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი საჭმელი და მერე მიაყოლოთ კოკაკოლა და ასევე თავსახურს ქვეშ მოთავსებული კოდები ისე შეგიძლიათ შეიყვანოთ აპლიკაციაში და აგროვოთ ხულები ლიდერბორდისთვის, შემდეგი ლიდერბორდისთვის მოემზადოთ. რომ ძალიან კარგი საჩუქრებით გვანებიერებს კოკაკოლა. რაც შეეხება ჩვენ არხს, ხოთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარეთ თუ რა გინდათ, რომ შემდეგი გავაკეთოთ და თქვენთვის ერთი subscribe ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ერთი subscribe-იც კი. ამიტომ გააზიარეთ ვიდეო, ყველას ვუთხარით რომ გამოგვიწეროს და დაგვიდექით გვერდში, რომ ჩვენ გასწავლოთ შემდეგ თუ როგორ იფუსფუსოთ ლამაზად და გემრიელად თქვენ სამზარეულოში. Bye!